ამის ჩუქება უნდა სიტყვა იუბესებს და ხა ეს აღალდონებია მოგესალმებით მეგობრებო, ყველას გილოცავთ კობი გუდაურის საბაგირო გზის გახსნას. ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, მინდა გულწრფელად მივულოცო ყველას, მინდა მივულოცო ტურისტებს, მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენი კობის გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობას, ვინაიდან სწორედ მათ ესმით ჩემი აზრით ყველაზე კარგად ამ გზის პოტენციალი და შესაძლებლობები და ამავე დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა. ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავღნიშნეთ გუდაურის როგორც კურორტის ჩამოყალიბების 30 წლის იუბილე. ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში გაიზარდა 500%. ეს მართლაც ძალიან დიდი წარმატებაა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში. გუდაური წელს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით ახალ სეზონს, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურის და სტეფანწმიდის ერთ კლასტერად განვითარებას. ჩვენ თუ ნახავთ შვეიცარიის და ავსტრიის საუკეთესო კურორტების წარმატებას, სწორედ ჩვენმა კოლეგებმა აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ ჩვენც მიუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს. მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებული მადლობა კომპანიას, რომელმაც შეძლო აღნიშნული პროექტის რეალიზაცია, მადლობა კომპანია პომას, თქვენ მათ ტექნოლოგიას უცქერთ ახლა, ეს არის წამყვანი ევროპული ბრენდი. აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა ინჟინერს თუ ტექნიკოს, რომელმაც ასე მოკლე ვადებში, ყველაზე რთულ რელიეფში და რთულ კლიმატურ პირობებში შეძლეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია. ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება, რომ გაუკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი გუდაურის საავტომობილო გზა. დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავს საშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუკლავდეთ ამ გამოწვევასაც. მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მიიღო ამ პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობა, გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა, მინდა მივულოცო ყველას აღნიშნული პროექტის რეალიზაცია და მე მწამს, რომ საქართველო აუცილებლად დაიკვირდებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა. დიდი მადლობა ყველას, გილოცავთ ნათესღებას.